მოგესალმებით მესტიიდან 2026 წლის 5 მაისია. Როგორც მოგეხსენებათ, ახლა რეგიონში მიმდინარეობს სერიოზული მოვლენები. გუშინ გაიმართა სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპის სამიტი, ხოლო დღეს კიდე მიმდინარეობს ევროკავშირის სომხეთის სამიტი. მაგრამ სანამ გადავიდოდე ზემოხსენებულ საკითხებზე დეტალურად საუბარზე, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ აკაუნთი, დასვათ მოწონებები, ანუ დაალაიქოთ და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ამ აკაუნთზე არსებულ მასალასთან და უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, რომ გაეცნოს ზემოხსენებულ მასალას. ახლა რაც შეეხება იმ თემას, რაზეც დავიწყე საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ერევანში ჩავიდა 30-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები, კანადის პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ და ალბათ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური პოლიტიკური შეხვედრა არის ეს მთლიან კავკასიის მასშტაბით, რაც ახლა იქ ტარდება. მე პირადად ვერ ვიხსენებ ამ დონის ასეთი მასშტაბური შეხვედრა კავკასიაში ჩატარებული იყოს. ვინც ამ პლატფორმაზე ჩემ აქტიურობას თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ გუშინ ვილაპარაკე ამ თემებზე უფრო დეტალურად. ახლა მინდა გარკვეულწილად ახაც ვილაპარაკო, რომ სომხეთი შეირჩა ზემოხსენებული სამიტის ჩატარების ადგილად, ამასაც თავისი მიზეზები. ახლა მიდის საუბარი საქართველოში ამაზე, რომ რატო იქნება შერჩეული სომხეთიო. და ლაპარაკი არის, რომ შერჩეული იქნა დემოკრატიის ნიშნითო, აქამდე საქართველო იყო მსგავსი შეხვედრების ცენტრი კავკასიაშიო და უკვე საქართველო უფრო და უფრო ქრებაობს დემოკრატიული სამყაროს, დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკური ინტერესების რადარებიდანო. ახლა ის რომ სომხეთში იქნა ჩატარებული აღნიშნული სამიტი, მაგალითად გუშინდელ სამიტზე ვლაპარაკობ ევროპის სამიტის შესახებ, ამას აქვს თავისი სხვადასხვა მიზეზები. მათ შორის სერიოზული მიზეზი არის ისიც, რომ სომხეთი გარკვეული დროის წინ მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ერთ-ერთი უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა და თქვენ ახლა ხედავთ, რომ რადიკალურად იცვლება სურათი, ხედავთ, რომ ამაზე მე არაერთხელ მილაპარაკია, მას შემდეგ რაც უკრაინაში დაიწყო აგრესიული ომი პუტინმა, მას შემდეგ ის ვერც უკრაინაში იმარჯვებს და ამასობაში მას უკვე ძალები არ ყოფნის, რომ არც პოლიტიკური ძალები და სამხედრო ძალები, რომ ძველებური აქტიურობა გააგრძელოს მთლიანობაში მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ ის უფრო და უფრო კარგავს პოზიციებს, რაც გამოიხატა ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაპატიმრებით, რომელიც მისი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე იყო, სირიაში ბაშარ ასადის დამხობით, რომელსაც ცდილობდა, რომელიც მან შეინარჩუნა დიდი ხანი სამხედრო ძალების დახმარებით, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში აგრესიული ომის დაწყების შემდეგ მას უკვე აღარ იყო ძალები იმისათვის, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლებას შეენარჩუნებინა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის რაც ახლა ირანში ხდება მოვლენები, მოგეხსენებათ, რომ ირანის ხელმძღვანელობაც, ირანის მართველი რეჟიმი, ახლა რეჟიმს მე იმიტომ ვამბობ, რომ ოფიციალურად დემოკრატიის ინდექსის ქვეყნების მიერ ჩამონათვალში ირანი შეყვანილია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტარული სახელმწიფო და ოფიციალურად რეჟიმის სტატუსი აქვს მინიჭებული და ის რაც ხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა ვლადიმერ პუტინზეც, ვინაიდან ირანის რეჟიმიც, როგორც თქვი, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, ასევე მისი სერიოზული უკანდახევა. პუტინი ამბობდა, რომ ის არ დაუშვებდა ნატოს, ამიერიდან ის არ დაუშვებდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, მაგრამ ვინაიდან უკრაინაში მას ხელფეხი აქვს შებორკილი, მან დაუშვა ის, რომ ნატოს შემადგენლობაში მიიღეს ფინეთი და შვეცია, ანუ შვედეთი და განსაკუთრებით ფინეთს უსვამ ხაზს, იმიტომ რომ ფინეთს აქვს დაახლოებით 1200 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი რუსეთთან და სანქტ-პეტერბურგი, რომელიც არის რუსეთის სიდიდით და მნიშვნელობით მეორე ქალაქი რუსეთში და რუსეთის ყოფილი დედაქალაქი, ფინეთის სანქტ-პეტერბურგიდან არის დაშვერებული დაახლოებით 100 კილომეტრში. ანუ დაუშვა მან ეს კიდე იმას ნიშნავს, რომ მისი პოზიციები უფრო და უფრო სუსტდება. გარდა ამისა, ის რაც უნგრეთში მოხდა, ვიქტორ ორბანი, რომელიც ითვლებოდა ევროკავშირში ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ, გამანადგურებელი მარცხით დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში და დასრულდა მისი დაახლოებით 16 წლიანი მმართველობა. რაც ასევე სერიოზული დარტყმა არის პუტინზე, რადგან ვიქტორ ორბანი ბევრ რამეს აფერხებდა პუტინის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ევროკავშირის შიგნით.
ახლა რაც სომხეთში ხდება, რომელიც რამოდენიმე წლის წინ რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე იყო, ესეც არის სერიოზული დარტყმა ვლადიმერ პუტინზე და რაც არის საქართველოსთვის ძალიან კარგი რაღაცა, რამე თუ რაც უფრო დასუსტდება ვლადიმერ პუტინი, მით უფრო მეტი ალბათობა არის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, რამე თუ პუტინს უჭირს, მაშინ მას უკან დახევა არ უკვის. ამის მაგალითები უკვე ჩამოგითვალეთ. ფინეთის შვეიცარიის ნატოში მიღება უნგრეთში რაც მოხდა, ვენესუელაში და სირიაში და ასე შემდეგ და თუ მას ისე გაუჭირდება, რომ იძულებული გახდება, რომ ნებით თქვას უარი საქართველოს ტერიტორიების მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეს ერთი ან მეორე თუ დამარცხდება, მაშინ ეს კიდე მეორე ვარიანტი თავისთავად ისა. გარდა ამისა, პუტინის გამარჯვების გარეშე საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლება, ზოგადად რუსეთში დიქტატურის გარეშე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს კლასიკური გაგებით დიქტატურის დამყარებას. იმიტომ რომ საქართველოს არ აქვს ნავთობი და გაზი და არის მოცულ მასშტაბებით შედარებით უფრო პატარა სახელმწიფო და ასეთ სახელმწიფოში დიქტატურა, კლასიკური გაგებით დიქტატურა ვერ მყარდება თუ არ ეყოლება დიდი მეზობელი მოკავშირე დიქტატორი, რომელიც ამაში ხელს შეუწყობს. და ხოლო პუტინის გარეშე და რუსეთის ან ზოგადად ვინმე რუსეთის დიქტატორის გარეშე საქართველოში სხვა ვერავინ ვერ იქნება ისეთი, რომ საქართველოში დიქტატურის დამყარება შეაძლებინოს რომელიმე ხელისუფლებას, კლასიკური გაგებით დიქტატურა. როგორც მაგალითად თვითონ რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად იგივე იმავე დემოკრატიის ინდექსის ქვეყნების ჩამონათვალი მედია კომპანია ეკონომისტის სიასკულის ხო ეკონომის ჯგუფის განყოფილების ვარიანტი არის დაახლოებით ასე ითარგმნება ქართულად ეკონომისტის ანალიტიკოსთა ჯგუფი დაახლოებით ასე ითარგმნია. და ახლა შეხედეთ რა ხდება და იმ სიაში ირანიც, რუსეთიც და ბელორუსიაც ოფიციალურად გამოცხადებული ავტორიტარული სახელმწიფოება და ავტორიტარული სოფიოში ერთ-ერთ უმკაცრეს ავტორიტარულ რეჟიმებად. და ახლა შეხედეთ, გარდა ამისა, ახლა ის რომ შერჩეული იქნა გარდა ზემოხსენებული მიზეზებისა ერევანი ზემოხსენებული სამიტის ჩასატარებლად, ამის მიზეზი იყო ის რომ სომხეთი არის რეგიონში ყველაზე უფრო დემოკრატიული სახელმწიფო დღეს. დღეს იმ სიაში სომხეთს მიკუთვნებული აქვს 5.3 ქულა 10 ქულიან სისტემაში, 10-დან 6-მდე არის დემოკრატიული ქვეყნების სია, 6-დან 4-მდე არის ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების, ანუ გარდამავალი ავტორიტარულსა და დემოკრატიულ შორის, ხოლო საქართველოს მიკუთვნებული აქვს 4.36 მიასედი ქულა და მხოლოდ 0.36 ქულა აშორებს იმ წითელ ხაზამდე, რასაც ქვია 4 ქულა, რომლის ქვევითაც ოფიციალურად იწყება ავტორიტარული ქვეყნების ჩამონათვალი. ეს არის სერიოზული მიზეზი, რომ დღეს არის სომხეთი რეგიონში ყველაზე უფრო დემოკრატიული სახელმწიფო. გარდა ამისა და ცნობისთვის 2011 წელს საქართველოს იმავე სიაში ჰქონდა 4.7 ქულა, ანუ მაშინაც საკმაოდ დაბალი იყო დემოკრატიის ხარისხი, მაგრამ უკვე ჩაცდა 2011 წლის მონაცემებს, ხოლო 2013 წელს როცა მოხდა ხელისუფლების გადაბარება არჩევნების გზით საქართველოში იმავე სიაში დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებელმა აიწია 5.95 მეასედამდე, ხოლო 2019 წლიდან, ანუ ეს გავრილოვის ღამე რომ მოხდა იმ წლიდან უკვე დაიწყო კლება და დღეს უკვე მიუახლოვდა იმ ნიშნულს 2025 წლის მონაცემებით 4.36%. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატო იქნა შერჩეული იმ სამიტისთვის ჩასატარებლად ერევანი, რადგან ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო უკვე სომხეთი დღეს საქართველოში. ხოლო სომხეთი 2016-ში იყო ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში 4 ქულას ჩაცდა, მაგრამ 2018-ში ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკვე დემოკრატიის ინდექსმა იწია და 5.30% არის 5.3 ქულით არის შეფასებული იქ დემოკრატიის ინდექსი. და ახლა რაც შეეხება დემოკრატიის თემას, ზოგადად სოფლიოში უმეტეს შემთხვევაში არის ასე, სადაც დემოკრატიის ინდექსი უფრო დაბალია, იქ არის უფრო დაბალი სიოცხლის ხანგრძლივობა უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობს, აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში და ისეთ ქვეყნებში გაცილებით უფრო მაღალია საბანკო კრედიტების პროცენტის გადასახადი. ანუ ბანკში რომ პროცენტებს იღებს ხალხი უმეტეს შემთხვევაში დემოკრატიასაც ნაკლებია იმ ქვეყნებში უფრო მაღალია პროცენტის გადასახადი. რატომ? იმიტომ რომ იმ ქვეყნებში უფრო რისკ ფაქტორად ითვლება ბიზნესის წარმოება და ამიტომ ბიზნესი ფულის შედინება მცირდება და რაც იწევს საბანკო სესხების გაძვირებას. ახლა მას მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო. შეხედეთ, ეს არის სვანეთი, ხო, დაბა მესტია.
მაგალითად დაბამესტიაში რომ მოხდა ამ ბოლო წლებში განვითარება ტურიზმის მხრივ სასტუმროები, რესტორნები და ასე შემდეგ, ამაში ლომის წვირი შეიტანა სესხებმა, ბანკებიდან აღებულმა სესხებმა. დღეს ბევრს უჭირს სესხების გადახდა და რაც უფრო დაბალი იქნება დემოკრატიის ინდექსი, ეს მე მინდა უთხრა ხალხს, მით უფრო მაღალი იქნება საბანკო კრედიტებზე ზოგადად პროცენტის გადასახადი. აი ეს ამ თემებზე მინდოდა მელაპარაკა. დიდი მადლობა, კარგად ბრძანეთ.